5 ნოემბერს განთავისუფლებული იქნენ სასამართლო მანდატურები თანამდებობებიდან. ჩვენ ადმინისტრაციული საჩივარი შევიტანეთ სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოში. 13 დეკემბერს არის ჩანიშნული სასამართლო პროცესი და იქ არის ძალიან დიდი მღელვარება საქალაქო სასამართლოში. რეალურად ბევრ მოსამართლეს, აპარატის თანამშრომელს, მანდატურს უნდა სამსახურის დატოვება იმის გამო, რომ კონსტანტინე კუბლაშვილიდან უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარიდან ხორციელდება ზეწოლა მოსამართლეებზე, თანამშრომლებზე და ამ ზეწოლას უკვე ვეღარ უძლებს ეს ხალხი. და ამის დასტურია ის, რომ შეიცვალა ხელმძღვანელობა მთლიანად საქალაქო სასამართლოში, რუსთავიდან იქნა გადმოყვანილი სასამართლოს თავმჯდომარე და ამ რამდენიმე დღის წინ მოსამართლეებთან, აპარატის თანამშრომლებთან, მანდატურებთან შეხვედრისას კონსტანტინე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ჭკუით იყავით, იმუშავეთ ისე, როგორც საჭიროა, თორემ დატოვებთ თანამდებობებს. ეს ინფორმაციები ჩვენ მოგვაწოდა იმ თანამშრომლებმა, რომლებიც დღეს მუშაობენ იქ, ყოფილმა კოლეგებმა აღნიშნული მანდატურებისა. ჩვენ აღნიშნული ინფორმაციასთან დაკავშირებით მასალები გადავაგზავნეთ უკვე პროკურატურაში, რომ იცოდეთ. და უახლოეს ხანში დაიწყება გამოძიება იმ ფაქტების ირგვლივ, რომელიც თაობაზეც წამოვიდნენ ეს ხალხი, რეალურად აქ არის საუბარი ჯუჩოკების დაყენებაზე, დაფიქსაჯულებისათვის, ადვოკატებისათვის და ეს ყველაფერი ხორციელდებოდა წლებია. და ამაზე უნდა აგოს ამ ხალხმა პასუხი. ერთი რამე უნდა ითქვას, კონსტანტინე კუბლაშვილი სრულ მონოპოლიას ახორციელებს სასამართლო სისტემის, არა მარტო თბილისის საქალაქო სასამართლოსი, არამედ ყველა რგოლისა. მისი ზეწოლის ქვეშ ახორციელებს მოსამართლეები გადაწყვეტილებების გამოტანას. ჩვენ გაგვანთავისუფლეს ამ წლის 5 ნოემბერს უკანონოდ, ვინაიდან ჩვენ ბატონ თავმჯდომარეს მამია ფხაკაძეს მიმართეთ 26 ოქტომბერს განცხადებით, სადაც ჩვენ დავაფიქსირეთ პროტესტი, ჩვენს მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ბატონ მამია ფხაკაძეს. ამის შემდეგ უკვე 1 ნოემბერს ჩვენ მიმართეთ ახალი განცხადებით თავმჯდომარეს, ვინაიდან ის დაგვირდა არსებული სიტუაციის გამოსწორება სასამართლოში, მაგრამ არაფერი არ გააკეთა, არაფერი არ მოიმოქმედა საერთოდ. ზეწოლის მაგალითები მანამდე ისხდებოდა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც გაგრძელდა ჩვენ და სამწუხაროდ, ჩვენ გვეგონა რომ ეს აღარ მოხდებოდა, მაგრამ გაგრძელდა ჩვენ და სამწუხაროდ. არჩევნებამდე ხდებოდა ის, რომ მიტინგზე სამუშაო საათებში, როდესაც საჯარო მოხელეს კანონით ეკრძალება შეკრებებს და მანიფესტაციებზე სიარული, 4 საათზე სასამართლოს მენეჯერის ბატონ ვანოზარდიაშვილის მხრიდან ხდებოდა მობილიზება და წაყვანა ხალხის მიტინგზე, სტადიონზე, დინამოს სტადიონზე.